ლამის ირან-ისრაელის ომი გადაფარა თქვენმა ჩანთის ფასმა ქალბატონ თინათინ. ეხლა არ გიგეთიათ ის ჩანთა? არა, გითქვათ დაგხვდებოდით იმ ჩანთს. ივანიშვილის მთავრობის ყველაზე უხშემოსავლიანი მინისტრი თინათინ რუხაძემ მხოლოდ ერთ წელიწადში ხელფასად თითქმის 9 მილიონი მიიღო. ძალიან ტვინიანი ხალი ვარ, ბევრს შრომობ. შაბათის გუნდმა აღმოაჩინა, რომ სახელმწიფო სამსახურში მუშაობის პარალელურად კოლოსალურ ფულს თინათინ რუხაძეს მისი ახლო მეგობრის კომპანია რჩევებისთვის უხდიდა. მეხმარებოდა ყველაფერში. ეს დისტანციურად ხდებოდა, იმიტომ რომ ამ დროს სულ განაკვეთზე მუშაობდა მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში. ონლაინად ხდებოდა. სახელმწიფო ნინონოდიას კონცერტებს უკვეთავდა. მიღებული აქვს 2.700.000 ლარი. ამ კომპანიიდან კი ნოდია წელიწადში 260.000 ლარს სატელეფონო რჩევებისთვის თინათინ რუხაძეს აძლევდა. რა არის ეს? წილი ჩაწყობილი შესყიდვებისთვის თუ ანაზღაურება საკონსულტაციო სერვისისთვის? 260.000 ლარი აიღეთ ამ კომპანიიდან ქალბატონ თინათინ. ყველაფერზე მერე რა შეიძლება რომ მიპასუხო? კულტურის მინისტრმა, რომელმაც ხელი ახალ თეატრში რეპრესიების ახალ ტალღას მოაწერა, რჩევებისათვის 158.000 ლარი საკუთარი კომპანიიდანვე მიიღო. ანუ მეწილეც ხართ და არანაირად. რა რჩევების მიცემა იცის მინისტრმა რუხაძემ ისეთი, რომელიც კოლოსალურ თანხად ფასობს. 40 წელია უკვე შრომობ და პირველი დღე არ არის, რაც მაღალ ანაზღაურებაზე ვშრომობ. რაშია? ანუ ვინც ტვინიანია 260.000 ლარს იღებს ყველა. კი, მინისტრად დანიშნვის შემდეგ ძველი პოსტი ახლო მეგობარს დაუტოვა. და მერე რა? ანუ თანამდებობა მემკვიდრეობით თქვენ დაგიტოვათ? ამ ქალაქში არ ცხოვრობ. საკუთარი ბიზნესის მმართველად კი ამ ახლო მეგობრის 21 წლის ვაჟი დანიშნა. ასე გვიან მიდიხართ კომპანიის სამართავად? ეხლა სხვა საქმეზე მოვიდა. სად არის თქვენი კომპანია? სად მდებარეობს? ვიდრე ქართული ოცნების მინისტრი გახდებოდა, 19 წელი ვანო მერაბიშვილთან ერთად ერთი ორგანიზაციის დამფუძნებელი იყო. ეს პოსტი მას შემდეგ დატოვა, რაც კობახიძე მის მთავრობაში წარადგინა. ალბათ გაგზავნებოდით ჩვენ სამუშაო. ერთი წრე, ბიუჯეტის მილიონები, 8 საათზე გიყვებით უხშემოსავლიანი მინისტრის ამბავს. ძაღლთან ერთად მიდიხართ? მართლა სამსახურში დადის? როგორ დაიხურა საქმე ისე, რომ პასუხისგებაშიც არ მიცემულა ბატონი დათო? შინაგან საქმეთა მინისტრის პოლიციელმა მამამ თბილისში 18 წლის ბიჭს ესროლა. საზარელი დანაშაული მომხდარია მოქალაქე სვანის წინააღმდეგ, ახალგაზრდა კაცის წინააღმდეგ. როგორ ჩაფარცხეს საქმე, რომელსაც 2013 წელს თია წულუკიანის საზარელ დანაშაულად აფასებდა. 15,000 გირაოს თანასხლოდ როგორ გამოვიდა ადამიანი, არც კი ჩამჯდარა საჯელახსულების დაწესებულებაში. სლოვაკეთში გაქცევა დანაშაულის ადგილიდან და მიტოვებული 18 წლის ბიჭი. გატოვეთ თქვენ დაჭრილი. რავი, დამჭრა და ავიდა კი. რესპუბლიკურში როგორ მოხვდით 22 საათზე და 40 წუთზე? როგორ დაალაგა საქმე მოქმედი მინისტრის პოლიციელმა მამამ, რომ ერთი დღე ციხეში არ გაუტარებია. როგორ არ მიეცით სისხლის სამართლის პასუხისგებაში, როგორ დაალაგეთ ეს საქმე, რომ თქვენ საერთოდ არ ჩამჯდარხართ საჯელახსულების დაწესებულებაში? დღეს 8 საათზე შერჩევითი სამართალი მეოცნებეებისთვის. დაახლოებით 2-3 მეტრაში დაშორებით შუბლში გამოკრა, შუბლს აი ესე. ამ ნეხლმა ქართული ოცნების მაღალჩინოსანმა შვილის მეგობარს ჩასაფრება მოუწყო და ხალხით სავსე ქუჩაზე ესროლა. ცდილობდნენ რომ ის მოეკლათ, მაგრამ უფროსი გადაეფარა, უფროსი დაიჭრა უმძიმესად, ის განწირული იყო. მეორე გასტროლის მომენტში იარაღმა გაუჭედა, თორემ არავინ იცის რა შედეგი დასრულდებოდა სისხლიანი გარჩევა. აღენიშნებოდა მუცლის კედლის ღრია ცეცხლნასროლი ჭრილობა. სისხლიანი გარჩევის მომწყობი ჩინოვნიკი პატიმრობის ნაცვლად გირაოთი გაათავისუფლეს. დიდი გავლენების მქონე პირებთან აქვს შეხება და ნაცნობობა. ოჯახი რომ გაჩუმებულიყო, გარიგება შესთავაზეს. არ უჩილო კი არა, დაგიფინანსებთ ნახევარჯამთველობას, ეს მაიმუნები, ესენი. დღეს ამბავი შერჩევითი სამართლის ქვეყნიდან. დაგპატიჟებდით საქმე რომ სოდნოდა. ალბათ გარბი ხართ ახლაც და მითხარით ქართულ ბანკში რატო გადაიტანეთ სესხები? შვენიერი ბანკია. ნათია თურნავა ოლიგარქის ბანკის მოვალე გახდა. ბიძინა ივანიშვილთან დაალაგეთ რომ ეს სესხი მიგეღოთ? ეროვნული ბანკის შეფმა სხვა ბანკებიდან აღებული ვალები
ივანიშვილის ოჯახის ქართლიდან გამოტანილი სესხით გადაფარა. ივანიშვილის ბანკში, რომელიც იპოთეკურ სესხებს არ გასცემს, იპოთეკური სესხები როგორ აიღეთ? ქართულ ამბობს, რომ იპოთეკურ სესხებს არ გასცემს. ზოგადად იპოთეკური სესხი არ გაიცემა. თურნაბას ფული ივანიშვილის ბანკიდან ევროპარლამენტის სასანქციო სიაში მოხვედრამდე 3 კვირით ადრე მისცეს. თავს ისხობთ ბატონ დავით? შეგიძლიათ რომ ეხა თავი დამანგროთ. ნათია თურნაბა, რომელიც ევროპარლამენტის სასანქციო სიაშია, მილიონზე მეტს არა ბანკის ანგარიშებზე, არამედ ბანკის სეიფებში ინახავს. რატომ ინახავთ ქეშად სეიფში ხოლ სანქციების გეშენიათ? არის თუ არა მთავარი მიზეზი შიში, რომ მისი ანგარიშებიც ისევე გაიყინება, როგორც ოცნების სხვა ლიდერებს დაუბლოკეს. რატომ დააცარიელეთ ეს პოსტები 9 მილიონზე ალაპარაკი? დღეს 8 საათზე ეროვნული ბანკის შეფის ტრანზაქციები, რომელმაც აქტივები გაყიდა, ფულად აქცია და სეიფში დაალაგა. 9 წელი ემუქრება ჩემს ხმარს, იმიტომ რომ არჩევნებში არანაირი დახმარება არ ქონდათ გიორგისგან. თელაველი კაცი, რომელმაც ქართულ ოცნებას უბანში საარჩევნო ხმების მობილიზებაზე უარი უთხრა, ციხეში გაუშვეს. პოლიცია ამტკიცებს, რომ ყვარლიდან თელავში დაინახა მიტოვებული ქარხნის ეზოში, როგორ შეირნობდა კაცი გაუფორმებელი იარაღით. ყვარლიდან წავიდა? დიახ, რა თქმა უნდა. აბა თელავი რატომ მივიდა? ვინ თელავი რა შუაში? თელავის პოლიცია რატომ მივიდა? არის რაზეა. რა ამტკიცებს, რომ ეს საქმე შეკერილია? იარაღსაც გიორგის საზურგეში დებენ და ეუბნებიან ეს იარაღი შენია. რა კავშირი აქვს სკანდალებში გახვეულ პოლიციის მაღალ ჩინოსანს თეიმურაზ კალანდაძეს პოლიტიკური დაკვეთით ხალხის ციხეში გამოკეტვასთან? გიყვებით დღეს საღამოს 8-ზე. ჩემი თანდასწრები დავლიკული იქნა, რომლებიც უნდა გაკეთდეს შესაბამისი ხელმოწერები პირად შედეგს არაწერს. ჩვენმა გუნდმა მთელი კვირა იმუშავა, რომ დღეს საღამოს 8 საათზე ამ სტუდიიდან წარმოგიდგინოთ ამბები, რომელსაც სხვაგან უბრალოდ ვერ ნახავთ.